ნინოსთან 1 წელი და 7 თვე მქონდა ურთიერთობა. თავიდან ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პიროვნება იყო, ვინც ოდესმე შემხვედრია, არა ცუდი თვალსაზრისით. ის იყო ვნებიანი, ქარიზმატული და ყველაფერზე შეეძლო საათობით ლაპარაკი. როცა ნინო გტოვებდა, თითქოს თავის სამყაროში გითრევდა. პირველი რამდენიმე თვე საოცარი იყო, საჩუქრებს მიტოვებდა, სარკეზე წარწერებს მიტოვებდა სტიკერებზე ლექსებით. ყოველ ღამე გმადლობ ღამისთვის შეტყობინებას მწერდა, არც ერთი არ გამოუტოვებია. მაგრამ ამ ინტენსივობას ბნელი მხარეც ჰქონდა. სიმშვიდე და მოთმინება არ არსებობდა. ყველაფერი ან სრულყოფილი იყო, ან კატასტროფა. თუ მესიჯზე 5 წუთით დაგვიანებით უპასუხებდი, შეტყობინებების ნაკადს მივიღებდი. თავიდან შეშფოთებული, მერე გაბრაზებული, ბოლოს ბოდიშს მომიხდიდა. თანდათანობით უარესდებოდა, თითქმის შეუმჩნევლად. ერთხელ დამადანაშაულა, რომ ვუღალატე, რადგან ინსტაგრამზე ფოტო მომწონდა ერთი გოგოსი, ვისთანაც სკოლის შემდეგ აღარ მქონდა კონტაქტი. როცა უთხარი, რომ რაღაც მისი ქმედება არაკომფორტულად მაგზნობინებდა თავს, ჩუმდებოდა სრულად. და როცა ვამბობ ჩუმდებოდა, არ ვგულისხმობ უბრალოდ დუმილს. ის საათობით იჯდა ჩემს ბინაში, კედელს მიშტერებული და არ მიდიოდა მანამ, სანამ არ ვეტყოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო. პირველად ჩემს ოფისში მოულოდნელად 6 თვის შემდეგ მოვიდა. ყავა მომიტანა და ისე იქცეოდა, თითქოს რომელიმე სერიალის საყვარელი წყვილი ყოფილიყავით. მე ამას სიცილით უპასუხე, მაგრამ მეორე შემთხვევა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ზარს არ ვუპასუხე. გარეთ ავტოსადგომზე მანქანაში იჯდა და ტიროდა. როცა ჩამოვედი, მითხრა, შენც ხომ იგივეს გააგეთებდი ჩემთვის? ვერაფერი ვუპასუხე. მის ტრაუმებს, მიტოვების შის, ბავშვობის ტკივილებს ვაბრალებდი ყველაფერს. ვიფიქრე, თუ დავამტკიცებდი, რომ არ ვტოვებდი, დამშვიდდებოდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვაძლებდი, მით მეტი ჭირდებოდა. ბოლოს მოთმინების ფიალა ამებსო. ვუთხარი, რომ უნდა დაგვემთავრებინა. არ უყვირია, არც უტირია, უბრალოდ გაჩუმდა და ისე შემომხედა, თითქოს წუთებად გაგრძელდა. მერე თავი დამიქნია და მითხრა, შენ გონია დასრულდა, მაგრამ ჩემთვის არა. მახსოვს, როგორ გამცრა ამ სიტყვებმა. ეს არ იყო მუქარა, ფაქტი იყო. იმავე ღამეს ყველგან დაუბლოკე, ნომერიც კი შევცვალე. ვთხოვე შენობის მენეჯერს რამდენიმე კვირით ბინა შემეცვალა. მეგონა გამოვიდოდა. მერე წერილების დაწერა დაიწყო. მუყაოს კონვერტები, უკანა მისამართის გარეშე. მხოლოდ ჩემი სახელი ეწერა ხელნაწერით. ჩვეულებრივ, კარის ჩარჩოსა და კარს შორის ტენიდა. ზოგი შევინახე. პირველი წერილი რაღაცნაირად ნოსტალგიური იყო. მომენატრა დილით შენს გვერდით გაღვიძება. ისევ იმ ხარეს ვწვევი საწოლში, სადაც შენი წექი. მეორე უკვე უცნაური იყო. ყოველ ღამეს 3-ჯერ ამოწმებ კარს, სანამ დაიძინებ. ალბათ ვერ სამჩნევ, მაგრამ მე კი. მესამე წერილი კი ჩემთვის ზღვარი იყო. ასე ეწერა. ორშაბათს ლურჯი ხუდი გეცვა. ის, რომელსაც სახელოზე ნახრეტი აქვს. უნდა შეკერო, სანამ უფრო არ გაფუჭდება. ზუსტად იმ დღეს გავედი პროდუქტების საყიდლად ქალაქის მეორე ბოლოდან, ძლიერი წვიმის დროს, ლურჯი ხუდით. არავინ შემხვედრია, ნაცნობიც კი, მაგრამ მან მნახა. არ დავტოვე არც ერთ მისამართი, სადაც შემომეხმიანებოდა. ქალაქით შევიცვალე. ვიპოვე კარგი სამსახური დენვერში, ახალი ელფოსტა გავაკეთე და არანაირი პირადი ინფორმაცია არ შემიყვანია. ყველანაირად გაუჩინარდი. ფოსტის ყუთიც კი სხვა სახელზე გავხსენი. თითქოს მიშველა, რამდენიმე თვე მშვიდად მეძინა. დავიწყე პაემნებზე სიარული, არაფორმალურად, უბრალოდ ფილმები, სასმელი. მეგონა დაუბრუნდი საკუთარ თავს. მაგრამ ერთ შაბათს ფოსტის ყუთში წერილი ვიპოვე. არ იყო დაღდასმული არც მისამართი, მხოლოდ ჩემი სახელი. შიგნით პოლაროიდი. ჩემი სურათი, ზურგით მივდივარ ჩემი ბინისკენ, ყურსასმენები მიკეთია, ხელში ყავა მიჭირავს. ზამთარია, თოვლი ჩანს ტროტუარზე და შორიდან მთებიც. უკან წითელი მელნით ეწერა, როცა დაღლილი ხარ, მხრებით იხრები. მაშინვე გადავსახლდი, ამჯერად სწრაფად. პატანა შენობაში ვიქირავე ბინა, ფულადი ანგარიშს სწორებით. სამსახური ისევ გამოვიცვალე და ვთქვი, რომ ოჯახის საქმე მქონდა, დისტანციურად ვიმუშავებდი. დიდი ხმაურიანი გერმანული ნაგაზი ავიყვანე, რომ ფსიქოლოგიურად დაცულად მეგზნო თავი. სოციალური ქსელებიდან გავქრი. გავიდა თითქმის წელი, არაფერი. საღამოს დავბრუნდი ძაღლთან ერთ-ერთ სეირნობიდან და ჩემს კარზე იყო წებოვანი ფურცელი. ყვითელი ფერი, წითელი მელნით. წერდა, წვერი არ მომწონს. გული ჩამივარდა. 3 თვეა მქონდა გაზრდილი და არავის არ უნახავს, მხოლოდ ძაღლს და იქნებ ვიდეო ზარებსი თანამშრომლებს.
მეორე დღეს მანქანის საქარე მინის ქვეშ წერილი იყო: კარგია. მივედი პოლიციაში, განაცხადი დავწერე. მითხრეს, თუ მუქარა არ არის, ან ქონებრილ ზიანს არ გაყენებს, ვერაფერს ვიზამთ. შეზღუდვის ორდერზე ვკითხე. მითხრეს, მტკიცებულება მჭირდება, რომ ახლოს იყო. დავიწყე ჩვევების შეცვლა. ყველაფერს ვაკონტროლებდი. კარს ვკეტავდი, ფარდებს ვაფარებდი. ღამე ვერ ვიძინებდი. ჭერს ვუყურებდი და ხმას უსმენდი. 2 კვირა, არაფერი. გავიფიქრე, იქნებ ძველი წერილებია და მხოლოდ ახლა ვიპოვე. მაგრამ გულის სიღმეში ვიცოდი, ასე არ იყო. ერთ ღამეს გავიღვიძე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც შემომყურებდა და ახლახანს გავიდა ოთახიდან. ყველაფერი გადავამოწმე, კარი, ფანჯრები, ქვეშაგებიც კი, არაფერი. მეორე დილით კარზე კიდევ ერთი კონვერტი იყო. ისეთი ზუსტად იყო მიკრული, თითქოს ყურადღებით მოაწყო ვიღაცამ. შიგნით ფოტო, რომელიც წლები არ მქონდა ნანახი. მე და ნინო ვართ ფოტოჯიხურში, მაშინდელი დროიდან. იღიმოდა, თავი ჩემს მხარზე ქონდა ჩამოდებული, მაგრამ თვალები ამოღეჭილი ქონდა, თითქოს ნემსით ან წვეტიანი რაღაცით დაეჭრათ. სხვაგან გადავედი, ამჯერად საერთოდ ქალაქიდან გავედი. მოვძებნე პატარა კოტეჯი მთებში, 3 საათის სავალზე. გარშემო მხოლოდ ფიჭვები, ერთი შესასვლელი გზა, ნაქირავები, ნახტფულად, კონტრაქტზე ყალბი სახელი. ძველი ტელეფონი დავიტოვე. გადავწყვიტე, სარეზერვოდ მქონოდა. სამსახური დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანე, მხოლოდ VPN-ით მუშაობდი. ჩემი მდებარეობა იცოდა მხოლოდ ჩემმა ოჯახმა და ერთმა მეგობარმა. თითქმის თვე გავიდა, არ ჩანდა. არც ქალაქში ჩავდიოდი. ერთადერთი სტუმარი Uber Eats-ის კურიერი იყო. ვიფიქრე, იმუშავა ჩემმა გეგმამ. ერთ დღეს თოლში ფეხის ხმა გავიგონე. ძაღლი გაგიჯდა. მეორე დილით ფანჯრიდან ფანჯრამდე მიყოლებული ფეხის კვალს მივადევნე თვალი. არაფერი იყო დატოვებული, მაგრამ რაღა უნდა მეფიქრა, თუ არა, ისევ ის იყო. მე ისევ გადავედი, ამჯერად ჩემს მშობლიურ ქალაქში. ახლა ვცხოვრობ 3 მეზობელთან ერთად. ჩვენ 3-ვე სამხედროები ვართ. თუ არსებობს სახლი, რომელსაც უცხო არ გაეკარება, ეს ის სახლია. სამხედრო ჯიპები, ჯილდოების სანომრე ნიშნები და უზარმაზარი დროშები წინ კარზე. ნინოს არასწორ თამაშებს ვერ გადავიტან ვეღარ. ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სტალკერია. ეს აშკარაა. საშიშია. როგორც ჩემთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც მომავალში გაბედავს და მის სამყაროში შევა. ოღონდ სამართალდამცავებს, რომ დროის წინ ნაბიჯის გადადგმა შეეძლოთ, სანამ რაღაც მართლა ცუდი მოხდება. როცა ჩემი ბიძაშვილი კოდი და მე 20-იანი წლების დასაწყისში ვიყავით, რამდენჯერმე წავედით კემპინგზე კოლორადოს სხვადასხვა კუთხეში. ეს შემთხვევა, როგორც მახსოვს, მაშინ მოხდა, როცა მე 22 წლის ვიყავი, კოდი კი 23-ის ის. ეს ყველაფერი არაპახოს ტყეში მოხდა. ეს ჩემი პირველი კემპინგი იყო იქ, კოდისთვის არა. შუა კვირა იყო. ჩვენი სამსახურები გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ შუალედურ დღეებში გქონოდა დასვენება და ჩვენც ამ დროს ვიყენებდით კემპინგებისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ხალხმრავლობა და საცობები. ყოველთვის კოდის ვაძლევდი ხელმძღვანელობას ამ მოგზაურობებზე. ბოლოს და ბოლოს ის იყო არწივთვალი სკაუტი, მე არა. მანქანა პიკნიკის ზონასთან გავაჩერეთ და ტყეში შევაბიჯეთ. დაახლოებით 15 წუთის სეირნობის შემდეგ ვიპოვეთ შესაფერისი ადგილი ბანაკისთვის, რაც ნიშნავს საკმარისად ფართო ადგილი 2 კარვისთვის, პორტატული ქურისა და კოცონისთვის. პირველ რიგში ამოვალაგეთ ნივთები და კარვების გაშლა დავიწყეთ. კოდი ყოველთვის ბევრად სწრაფია ჩემზე კარვის გაშლაში. სულ რამდენიმე წუთი ჭირდება. მე კი 20 წუთზე მეც მჭირდება ყოველთვის. ან, უფრო სწორად, მჭირდებოდა, რადგან მას შემდეგ ტყეში აღარ დამიბანაკებია. შემდეგ კოცონისთვის ქვის რგოლი გავაკეთეთ და შევაგროვეთ შეშა და ტოტები. კოდიმ ცეცხლის ამაღწნობი და სანთებელაც მოიტანა, ასე რომ შეიძლება ითქვას ცოტათი ვიკატუნეთ, მაგრამ მაინც. იმ დროისთვის მზე ჩასვლას იწყებდა. ცეცხლი უკვე გვეკიდო და კოდი სტეიკებსა და ბურგერებს წვავდა. ერთი რამ, რაც კოდის ნამდვილად ახასიათებს, ეს არის ის, რომ ყოველთვის სერიოზულად ეკიდება საკვებს კემპინგზე. თან ძალიან კარგი მზარეულია, ასე რომ ყოველთვის ვანდობდი ჩვენ გამოკვებას. რა თქმა უნდა, თან გქონდა დათვების საწინააღმდეგო სპრეი, იმ შემთხვევისთვის, თუ საკვების სუნი შავ დათვს მიიზიდავდა. კოდი სულ ამბობდა, რომ ეს ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ტყეში ყველაზე საშიში სხვა ადამიანებია, არა ცხოველები. საჭმლის ჭამისას ლუდი გავხსენით და სპიკერით კლასიკური როკი ჩართული გქონდა.
თუ არასდროს ყოფილხარ კემპინგზე, ვერ მიხვდები რა კარგი ატმოსფეროა, ტყეში მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად, ლუდით ხელში, მუსიკის ფონზე ძველი მოგონებების გახსენება. შეუდარებელია. როცა დაღამდა, პატარა დასაკეც მაგიდაზე დავიწყეთ ბანქოს თამაში. ტრადიციული თამაშების შემდეგ უნოზე გადავედით. სწორედ მაშინ გავიგეთ რაღაც ხმა ტყეში. ტელეფონზე სიმღერა შევაჩერე, რომ სპიკერი გაჩუმებულიყო. შემდეგ უფრო მკაფიოდ გავიგეთ, ვიღაც ღიღინებდა და ფეხის ნაბიჯებიც ისმოდა, სიბნელეში, ხეების მიღმა. კოდი მითხრა, ფანარი მომეძებნა. როგორც კი ვიპოვე, ხმა უკვე მიჩუმებული იყო. ვკითხე, სანერვიულო იყო თუ არა ეს ხმა. მითხრა, რომ ძალიან უჩვეულოა, ვინმე ასე ღრმად იყოს ტყეში, მით ულეტეს, რომ კოცონის გვერდით ხმამაღლა ღიღინებდეს. დავძაბეთ თავი. კოდი აშკარად შეშინებული ჩანდა. მუსიკა ჩაწეული მქონდა და ისევ დავიწყეთ ბანქოს თამაში. სწორედ მაშინ, როცა ყურადღება მოგვეკლო, ჩვენს ბანაკში დიდი ტოტი დაეცა. ორივემ ერთდროულად შევხვდით. ტოტი ზემოდან არ ჩამოვარდნილა, ეს ვიღაცამ მოისროლა. კოდიმ ხმამაღლა დაიწყო ყვირილი, ვინიც ხარ, თავი დაგვანებე, ცხოვრებით დაკავდი ბიჭო. და ისევ გავიგეთ ნაბიჯების ხმა. ამჯერად ისინი გვშორდებოდნენ. ვუთხარი, რომ ბანაკი უნდა დაგვეკეცა და სხვაგან წავსულიყავით. მითხრა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვეკეთებინა სიბნელეში. ორივეს ჰქონდა დათვის სპრეი და მირჩია ძილისას გვერდით დამედო. ეს იყო ერთადერთი იარაღი, რაც გვქონდა. მოგვიანებით ისევ გვესმოდა ხმები, ხეების ტოტების მოტეხვის ხმა, ნაბიჯების სიბნელეში. ეს არ იყო ხმები, რომლებიც ცხოველებს აქვთ. ეს ადამიანი იყო. ვიღაც ნამდვილად იქ იყო, შესაძლოა ერთზე მეტი ადამიანი. ეს აშკარად ჩანდა. საბოლოოდ უნდა დაგვეძინა, ამიტომ შევთანხმდით, რომ მორიგეობით გავჩერებულიყავით მორიგე, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ არავინ მიახლოვდებოდა ჩვენს ბანაკს, ვერც ქურდობისთვის და ვერც უარესისთვის. კოდიმ დაიკისრა პირველი მორიგეობა. მითხრა, წიგნის წაკითხვას აპირებდა და იმით გაერთობოდა. მეც შევძვერი ჩემს კარავში, შევწექი საძილე ტომარაში და დავიძინე. კემპინგისას ღამით გაღვიძება ჩვეულებრივია. ღია ცის ქვეშ ხარ, სიცივეში, არაკომფორტულ საძილე ტომარაში. უამრავი რამ შეიძლება გაგაღვიძოს. მაშინ ჯერ ვერ ხვდებოდი, რა მაღვიძებდა. ჯერ კიდევ დაბინდული მქონდა გონება. ვგრძნობდი, რომ ჯერ ბოლომდე ფხიზელი არ ვიყავი. თავზე ავიხედე და კარვის ბადიდან თავი შევამჩნიე, რომელიც ჩემკენ იყურებოდა. თავიდან მეგონა, რომ კოდი იყო. თვალები გავიზმულე, მაგრამ სინამდვილეში ბნელმა არ მაძლევდა საშუალებას მისი სახე კარკვევით დამენახა. კოდი? ვთქვი დაბალი და მძინარებული ხმით. ფიქრობდი, რომ მორიგეობის დროს შეცვლას მთავაზობდა. ჩემია უკვე? ვკითხე. ჯერ კიდევ უყურებდი იმ თავს, რომელიც ჩემკენ იყო მოჩახჩახებული. წამიერად უფრო გამოვხიზლდი. მერე მოვისმინე, როგორ გაიჟღერა სწრაფად კარვის ზიპერმა და ის თავი გაქრა. კვლავ დავწექი საძილე ტომარაში, მაგრამ მხოლოდ წამით. უცხად უცნაური სიწმინდის შეგრძნება დამეუფლა. წამოვფრინდი წამომჟდარ მდგომარეობაში და დავყური. გავიგონე, როგორ მოიხედა ნაბიჯების ხმა. კოდი? დავიძახე. არ მიპასუხა. სწრაფად გავხსენი კარვის შესასვლელი და გარეთ გამოვიხედე. კოცონი ჩამქრალი იყო. კოდი იქ არ იყო. მივედი მის კარავთან, რომელიც დაკრული იყო. ფრთხილად გავხსენი და შიგნით დავინახე კოდი, რომელიც მშვიდად ეძინა თავის საძილე ტომარაში. ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილზე გავქვავდი. კინაღამ გონება დავკარგე გააზრებაზე, რაც იმ წამს მივხვდი. სწრაფად დავიწყე მისი გაღვიძება. როცა ბოლოს თვალები გაახილა, ვუთხარი, ვიღაც არის აქ, ჩვენს ბანაკშია. მოაზროვნეთ დასჭირდა დრო, რომ რეალობაში დაბრუნებულიყო, ზუსტად ისე როგორც მე დამჭირდა. მაგრამ როცა გამოერკვა, მაშინვე აიღო დათვისთვის განკუთვნილი სპრეი. მითხრა, რომ წიგნის კითხვისას ჩაძინებოდა. შემომთავაზა, რომ იმ ღამეს მის კარავში მეძინა. მაგრამ ამისთვის ჩემი საძილე ტომარა მჭირდებოდა. ისიც გამოვიდა კარავიდან, რომ დამცველად დამდგომოდა, სანამ მე ჩემს კარავში შეუვარდი საძილე ტომარით. სწორედ იმ წამს, როცა ტომარას ვიღებდი, ისევ გავიგონე ის წყეული ბუტბუტი გარედან. დავიძახე, შენც ესმის ეს და კოდი მიჩურჩულა. კი, ორივე უკან შევბრუნდით მის კარავში და თავი დავიმშვიდეთ. სპრეები ორივეს ჰქონდა გვერდზე. გეუბნები, იმ მომენტში ერთადერთი რაც გულით მინდოდა, დათვი მოსულიყო და გადაერჩინა სიტუაცია. საათები ნელ-ნელა მიიწევდა. მე მორიგეობდი და კოდი იძინა. 3 საშინელი უსასრულო საათის შემდეგ მეც დავაძინე და კოდიმ დაიკავა მორიგეობა. როცა მან გამაღვიძა, თითქმის განთიადი იყო. გარეთ სინათლე ირეკლებოდა. დავიწყეთ ბანაკის ჩამოლაგება და სანამ დავასრულეთ,
უკვე საკმაო ნათელი იყო, რომ მანქანამდე უსაფრთხოდ მიგვეღწია. შეგვეძლო სხვაგან წავსულიყავით და კიდევ ერთი ღამე გაგვეთია, მაგრამ უკვე აღარ გვინდოდა. ეს გამოცდილება შემზარავი იყო. ორივეს უბრალოდ სახლებში დაბრუნება გვინდოდა, უსაფრთხო გარემოში. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. კოდიმ რამდენჯერმე შემომთავაზა ისევ კემპინგზე წასვლა, მაგრამ მას შემდეგ ნამდვილად აღარ მქონია სურვილი. ადამიანები უბრალოდ ძალიან საშიშნი არიან. რატომ დადიოდა ვიღაც ბანაკთან? რატომ იხედებოდა ღამის სიბნელეში ჩემს კარავში უცნობი ადამიანი? ეს იყო ღამის კოშმარი ცოცხლად. ალბათ აღარასდროს წავალ კემპინგზე. საბოლოოდ კი მინდა გითხრა, როცა ბავშვობაში რაღაც მეშინოდა, მამა ჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, არ უნდა გეშინოდეს მოჩვენებების, ადამიანების გეშინოდეს, მათ ნამდვილად შეუძლიათ ზიანი მოგაყენონ.